გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღობი მე დავით ახვლედიანი. ჩვენი დღევანდელი სტუმარია პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი, პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე, ასევე შემოგვიერთდება აქტივისტი, ომის ვეტერანი პაატა აბულაძე. მოგესალმებთ გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. დავიწყოთ იმით, რომ თქვენ და ასევე პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის აქტივი რამდენიმე ადამიანი ბრძანდებოდით დონბასში. ეს არის ისტორიული რუსეთის რეგიონი, რომლის რამდენიმე რესპუბლიკა რუსეთმა მიიერთა უკრაინაში წარმოებული ომის შემდეგ. რა განწყობებია, როგორი იყო ეს დახვედრა, რაც იქ ხელმძღვანელობასთან თქვენ გამართეთ ასევე საუბარი, რაზე გამახვილდა ყურადღება და როგორი პერსპექტივები დაისახა თქვენს შორის თქვენი აი ამ უშუალო კონტაქტის შემდეგ და რაზე გაკეთდა ძირითადად აქცენტები. მაყურებლისთვის ვფიქრობ საინტერესო იქნება, ეს არ არის ისეთი მარტივი და ერთი შეხედვით ისეთი ფაქტი, რომელიც შესაძლოა აზრთა სხვადასხვაობასაც იწვევდეს, თუმცა ეს ფაქტი შედგა და ეს შეხვედრა გაიმართა. თუ შეიძლება უფრო დეტალურად ამის შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ მაყურებელს. დიახ, აბსოლუტურად გეთანხმებით ბატონო დავით, ესე იგი ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომელიცაც ესე იგი ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია ხელმძღვანელობდა ამ დელეგაციას. დელეგაციაში ვიყავით ბატონი მამუკას გარდა მე ვიყავი, ბატონი პაატა აბულაძე და ჟურნალისტი ნიკოლოზ მჟავანაძე. ესე იგი, რამდენიმე ასე ვთქვათ, ვიზიტი განხორციელდა სამხედრო სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ საქართველოსთან და მათ შორის შარშანაც ასევე მეც გახლით დონბასში პირველი ვიზიტით და ესე იგი ჩვენი მთავარი მიზანი ის იყო რომ მათ შორის ბატონ დენის პუშილინთან შეხვედრის დროს, როდესაც ესე იგი დენის პუშილინი გახლავთ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავკაცი და მასთან შეხვედრისას ჩვენ გავაჟღერეთ და აღვნიშნეთ რომ ქართველი ხალხი დონბასის მოსახლეობის გვერდით არის და ის რომ ესე იგი 2014 წლიდან, როდესაც მოხდა კიევის სისხლიანი მაიდანი, კოლექტიური მილიტარისტული დასავლეთის დაორგანიზებით მას მოიყვანეს კიევში ფაშისტური რეჟიმი, რომელიც დღესდღეობითაც ესე ვთქვათ ძალიან ხისტი ნაცისტური მეთოდებით ატერორებს უკრაინის მოსახლეობას და მათ შორის 2014 წლიდან დონბასის მოსახლეობას და როდესაც მათ დაინახეს მით უმეტეს ის მოვლენა, რაც მოხდა ოდესის ოლქში, ესე იგი ეს მაისში იყო 2014 წლის, როდესაც პროფკავშირების შენობაში ძალისმიერად ასე ვთქვათ შეიყვანეს ხალხი, ჩაკეტეს კარი და მოლოტოვის კოქტეილების სროლით, ყუმბარების სროლით, წინასწარ მომზადებული იყო იქ აალებადი ნივთიერება, ბენზინი და სხვა ნივთიერებები და ცოცხლად დაწვეს ხო 43 ადამიანი თუ არცები და რამდენიმე გადარჩა იქიდან და ერთ-ერთი იყო ალექსეი ალბუ, რომელსაც პირადად მე გავესაუბრე და ესე იგი მან დეტალურად მითხრა თუ რამხელა ასე ვთქვათ გაცხოველებული იმით ატერორებდნენ ხალხს, რომ ისინი დამორჩილებოდნენ კიევის რეჟიმს. და მოგეხსენებათ დონბასში ეს ყველაფერი კარგად დაინახეს და დაიწყეს ის პროცესი, რასაც ქვია გამათავისუფლებელი ბრძოლა საკუთარი მიწისა, ხო, საკუთარი ოჯახების დასაცავად და იმის დასაცავად, რაც
წლების განმავლობაში თავისი მონაგარის სახკარის ხო და კიევის რეჟიმი პირდაპირ ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას 2014 წლის 8 წელი გავიდა ესე იგი რუსეთის მხრიდან სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებამდე და ეს პერიოდი სრულიად საკმარისი იყო იმისათვის რომ ყველას გაეგო და დაენახა თუ რა მიზანი ჰქონდა დასავლეთს უკრაინაში მით უმეტეს აღმოსავლეთ უკრაინაში და მოსახლეობა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ესე იგი ჩატარებული იყო რეფერენდუმი და საერთაშორისო ყველა ნორმის დაცვით, იურიდიული ნორმის დაცვით მოხდა ის, რომ დონბასის მოსახლეობამ ასევე ანუ იგულისხმება დონეცკი, ლუგანსკი და ასევე ხერსონის და ზაპოროჟიეს ოლქების იგივე ანალოგიურად ყირიმისა ჩატარდა რეფერენდუმი და მოსახლეობამ ხმა მიცა ალბათ თუ არ ვიცი 90%-ზე მეტი ახლა არ მახსოვს ზუსტი ციფრები ყველა რეგიონში და მოსახლეობამ ხმა მიცა იმას რომ შეერთებოდნენ რუსეთის ფედერაციას დაბრუნებოდნენ ისტორიულ სამშობლოს და გადაერჩინათ საკუთარი ოჯახები, საკუთარი სახკარი, მამული და ეს იყო ასე ვთქვათ შედეგი იმისა, რაც განახორციელა კოლექტიურმა დასავლეთმა და კონკრეტულად კიევის ხუნტამ დონბასის მიმართებაში. ზუსტად აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩვენმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა აი ამ ვიზიტით ჩვენ ღიად მხარი დაუჭირეთ დონბასის მართლმადიდებლურ მოსახლეობას, ნუ არ აქვს მნიშვნელობა მრწამს, ჩვენი მოძმე ხალხი არის, ვინც იბრძვის ჩვენი საერთო ინტერესებისთვის, ხო? ის კოლექტიური აგრესიული დასავლეთი, რომელიც პროპაგანდირებს LGBT პროპაგანდას, იუენალური იუსტიცია, რომელიც გულისხმობს სახლებიდან ბავშვების ძალისმიერად გაყვანას, ხო? ეს იუენალური იუსტიცია მოგეხსენებათ რაც არის, რაც ევროპაში არის, ასე ვთქვათ, როგორც ნორმად არის ქცეული უკვე და 1000 სხვა მიზეზის გამო, რაც ქართველი ხალხისთვის, ასევე დონბასის მოსახლეობისთვის მიუღებელი იყო და ზუსტად აი ამ ცივილიზაციათა დაპირისპირება არის ეს და ჩვენ კარგად გვესმის ეს ყველაფერი და მხარი დაუჭირეთ დონბასის მოსახლეობას აი ამ ბრძოლაში, ხო? და იქ მოგეხსენებათ, ნუ ქართველებიც ბრძოლობენ დონბასის მიწის დასაცავად რუსეთის მხარეს, მათ შორის რუსეთის მოქალაქეები, ეროვნებით ქართველები და ჩვენ აი ამ პროცესს მხარი დაუჭირეთ. ჩვენ შეხვედრა გქონდა გარდა დენის პუშილინისა, ჩვენ შეხვედრა გქონდა ასევე მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარში მოღვაწე არქიეპისკოპოსის მამა ამბროსისთან. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვიდეო კადრებიც გავრცელდა ჩვენს პარტიის სოცგვერდზე, სადაც ბატონი მამუკა ფიფია ესაუბრება და ასევე ჩვენს გქონდა საუბარი და მამა ამბროსის გადაეცა წიგნი წმინდა მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ და ეს იყო ძალიან სიმბოლური შეხვედრა მართლმადიდებელ ერებს შორის, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგა და მან დეტალურად მამა ამბროსი დეტალურად აღგვიწერა თუ რა, ასე ვთქვათ, ტერორი გამოიარა დონბასის მოსახლეობამ, ის უშუალოდ მონაწილეობდა ამაში და იცავდა თავის მრევლს აი ამ თავდასხმებისგან კიევის რეჟიმის მხრიდან. ასევე ჩვენ შეხვედრა გქონდა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ნიკოლაი სიტოვთან. ძალიან საინტერესო ადამიანი არის, მან ჩვენ კადრებიც გვაქვს ამ შეხვედრის მაყურებელს შეიძლება რომ კი მე ვთხოვ რეჟისორს გაუშვათ ამ შეხვედრის კადრები. Рад приветствовать в Донецкой Народной Республике. Ситуация кардинально поменялась с того момента, когда мы вернулись в состав Российской Федерации. Именно подчеркиваю, что вернулись, именно на этом мы делаем акцент, потому что нам это ближе, и я считаю, что историческая справедливость восстановлена, и
в этом плане мы нацелены на развитие взаимовыгодных и дружеских отношений. Мы, безусловно, наблюдаем за тем, что происходит в Республике Грузия. Нам было удивительно, когда направляли абсолютно по ложному пути грузинский народ. Отношение к истории, которое перечеркивалось к победе, к 9 мая, к отношению. Я знаю, что ваша партия абсолютно адекватно относится, просто со здравым смыслом. Ситуация меняется в Республике Грузия, постепенно мы видим положительные эти изменения. Мы нацелены на взаимодействие, на сотрудничество. Надеемся, что в самое ближайшее время Донецкая Народная Республика будет полностью свободна. Регион традиционно был всегда богатый. Здесь всегда жили мужественные люди. Конечно же, нас пытаются так же, как и Украину, трясут всячески, вмешиваются в наши внутренние дела, очень грубо вмешиваются, без прикрытия. Так что у нас свои СВО начался. Держимся, и вы меня не покажете ни одного страну в мире, который вот такой маленький страна и выдержал. Единственное, что остался, что восстановить дипломатические отношения, побыстрее уже надо это делать. Вы должны знать, что весь грузинский народ поддерживает вас в эти трудные минуты. Грузия всегда была и будет с Россией, потому что вот наш патриарх всегда говорит, что нам очень повезло, что у нас сосед православная Россия. Если бы не Россия, православие вообще не существовало. И мы знаем, что мы победим, у нас общие враги. Наши народы, несмотря на те трудности, которые на протяжении 33 лет мы проходили, все равно как магнит друг к другу тянутся. С нами Бог, мы братья во Христе, и нам как бы суждено быть вместе. И мы надеемся, что мы будем вместе. ხო, აი თქვენ იხილეთ კადრები დონეცკში ქართული დელეგაციის ვიზიტის სამსახველი კადრები და ჩვენ შემოგვიერთდა სამოქალაქო აქტივისტი, ომის ვეტერანი პაატა აბულაძე, რომელიც ასევე უშუალოდ ესწრებოდა შეხვედრას. მოგესალმებით ბატონო პაატა, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. მადლობა დაბადებით. მოვისმინეთ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებები იქ დონბასში. მამუკა ფიფიასთან ერთად ესწრებოდა დონეცკის რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშილინი. გიორგისთან ერთად საუბრობდით. მოდით ბარემ თქვენთან გადმოვალ ახლა კითხვით. ერთია რომ ეს შეხვედრა გაიმართა. თან ეს პირველი არ იყო. მე რამდენად მოხდა მეორე თუ მესამე შეხვედრა იყო ასეთი ტიპის. რა კონკრეტული საკითხები იყო განხილული კამერებს მიღმა? აი ეს არის უფრო საინტერესო ასევე მაყურებლისთვის. ერთია ოფიციალური განცხადებები. გარდა იმ სიმბოლური, აი გიორგი ახსენებდა მართლმადიდებელ სასულიერო პირთანაც იყო გამართული შეხვედრა, რაც ასევე სოციალურ ქსელში გავრცელდა. თავად პოლიტიკური კომპონენტი არის საინტერესო, აი დენის პუშილინთან ერთად კამერებს მიღმარაზე იყო საუბარი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მოკლედ, მე ხომ მეოთხეთ ვიყავი გასაგები მიზეზების გამო. თუ უყურეთ როგორ არის ისინი უყურებენ აი რომ საქართველოს არ შეუერთდა დასავლური მოთხოვნებს, ეს არის მეორე ფრონტის გახსნა, სანქციებს და იმის მერე საქართველოს ხელისუფლებას აქვს პრობლემები. იმის მერე რაც არ უნდა თქვენ აქ არჩევნები ჩაატაროთ, კარგი გამჭვირვალეთ, აი ის სოდომიტებიც რო დაესწრონ, თქვენ მაინც ესე იგი იქნებით და ამას რო ხედავენ იქით ამხარე სწორი სამყარო ესე ვთქვათ, ბრიქსის სამყარო, შანხაის სამყარო, ხალხის გასაგონოდი ამას რო უყურებენ, აღითქვამენ როგორც თავისიან სამყაროს და გიყურებენ რომ აი არ მოველოდებოდით, ხო? მე დენის პუშილინმა პირველად მესამე თვე ვიყავ მაშინაც ესე ვთქვათ უკაცრავად ვერ შეხვდი, იმიტომ რომ იმაში იყო, არტემუკაში იყო და ეხლა ამიტომ მოხდა და უყურეთ, აი აქედან უყურებენ, რომ ხელისუფლება ხალხი უძლებს. 3 წელია მე იმიტომ უთხარი, განცხადება იმიტომ გავაკეთე, რომ მანახეთ დედამიწის ზურგზე ესეთი 3 მილიონიანი ქვეყანა, კი დიდი ისტორიით, მაგრამ ამ ხელაწნეხს უძლებდეს
3 წელი და ეხლა შეტევაზე იყოს გადასული, რა ვიცი. ამას რო უყურებენ, რა თქმა უნდა, დადებითად არის განწყობილები და ყველაზე მთავარი რაც არის, იქ მქონდა მე საუბრები, იქ ქართული ლეგიონიო ეგეთ წოდებული რო არისო, იქ ალბათ თვითონაც მიხვდნენ, მქონდა საუბარი, რომ ყველაზე ცოტა ქართველები არიან იმ ლეგიონში, მე გითხარ წინა გადაცემაში, თუ ვინმე არის ქართულ ლეგიონში ყველაზე ცოტა, ყველაზე დიდი არის 12 კაცი, დაგიზუსტებთ გაზი. 12 კაცზე მეტ იქ არავინ არ არის და აქეთ რა ვიცი ქართველები როტა შექმნილი 200-300 კაციანი და რა ვიცი აი 2 კვირის წინ 4 დანაკარგი ქონდა ქართველების ამიტომ რომ ამ კუთხით სწორია რაც შეეხება არა ჩვენ მაგრამ თვითონ სიტუაციას როგორ უყურებენ იმათ მაიციან ერთი რამე შავი ზღვის აკვატორია უნდა აღარ უნდა იყოს უკრაინელების კონტროლის ქვეშ. სახმელეთო გზა უნდა იყოს გაჭრილი მოლდოვასთან, ასე ვთქვათ ესა. და რა ვიცი, მე მგონი, რასაც დღეს უყურებთ ჩვენ, მე მგონი ემთხოვა მაგათი სურვილები პრაქტიკას. იმიტომ რომ, რა ვიცი, მე მგონი ცოტა ფართოვდება ფრონტის ცხელი წერტილები, აი ჩვენებმა ცოტა ესე ვთქვათ, თავი რომ მიაწყან კედელს და ესე ჟარგონით რო ვიტყვი რა, რომ ტვინმა ტასოვკა რომ ისეს რა, აქ რაღაცებს რო დასდევენ. რა ვიცი, მე მგონი ცოტა არ გადავდივართები და მაგრამ აი რა ვიცი, ბელარუსის საზღვართან დაძერა პოლონეთმა ჯარები, აქედან ბელარუსია მაწია დრონები. ხო, ამაზეც ვისაუბრებთ, იმიტომ ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა არის მზად იმისთვის რა დონეცკი კაცო. რის დონეცკი საერთოდ მე როდის ვამბობდი კაცო ომი იწყება უკრაინის მერე მეთქი კაცო ხო ევროპასა და რუსეთში რა თქმა ომი ღმერთი ჯული ვიდეოები ხომ აინტერესებს რომ 3 წელი მაგას გავყვი რომ ომი არ დაწყებულა კაცო ომი ეხლა დაიწყება მაცადეთ ცოტა ხანი და აქ რას დავდებთ აი ეს მინდოდა მე თქვა მე ცოტა კი ბატონო ორი დღე ცოტა ისეთი სიტუაციაში ვარ გარეთ კალადის ოფისთან და რაღაცებთან მე რაბას გამოთ შევეხებით რა კი ბატონო და გიორგი მოდით სანამ დონეცკში გამართული შეხვედრის კიდე სხვა დეტალებზე ვისაუბრებთ იქ იყო მამუკა ფიფიას განცხადება მოწოდება უпростоრად და თხოვნა რუსეთის პრეზიდენტისადმი და რაზე არის აქ საუბარი ამაზე აუცილებლად გავამახვილებთ ყურადღებას უბრალოდ რადგან ბატონმა პაატამ ახსენა ვითარება თუნდაც აი ბელორუსის და პოლონეთს შორის დაძაბულობა არის და ვრცელდება მთელი დღის განმავლობაში ინფორმაციები დონალდ ტუსკმაც გააკეთა განცხადება ის ითხოვს ნატოს მეოთხე მუხლის ამოქმედებას რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების კონსულტაციებს იყო ეს თუ არა მიზანმიმართული აქცია, ანუ რუსეთზე აქ ლაპარაკი რომ რუსული დრონები შეფრინდა პოლონეთის ტერიტორიაზე. და შესაბამისად აი გეოპოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო რთულდება, რუსულ მედიაშიც გაჩნდა მასალები იმასთან დაკავშირებით რომ ეს უკრაინა რუსეთის ომი რეალურად არ არის ის რასაც აწვდიან მსოფლიოს მოსახლეობას რომ რუსეთი ახთენს უკრაინის ასე ვთქვათ დაპყრობას სინამდვილეში ეს იყო პროვოცირებული მთელი რიგი ქვეყნების მიერ დასავლეთის ქვეყნების მიერ და მათ აქვთ ისევ რუსულ მედიას დავეყრდნობი პირდაპირ წერენ ამ ტერმინს რომ შოვინიზმის დიდი ასე ვთქვათ რუსეთის მიმართ გამოვლინება და სულ უფრო და უფრო გახშირებულია საუბარი იმაზე რომ რუსეთსა და ევროპას შორის შეიძლება გადაიზარდოს ეს ომი ანუ ისედაც მიმდინარეობს ეს ომი უბრალოდ არა ფიზიკური აი პირდაპირი გაგებით როგორც ეს ვთქვათ ხდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს ან მეორე მსოფლიო ომის დროს. ანუ ეს ტუსკის განცხადება და მოწოდება რომ მეოთხე მუხლი ამოქმედეს ნატოს წესდებისა მიანიშნებს იმაზე რომ შესაძლოა მართლაც უკვე მოხდეს ჩართულობა სხვა ქვეყნების იქ საუბარი იყო მანამდე ასევე უკრაინის რამდენიმე ნაწილად დაყოფაზე შეთავაზებები ინსაიდერული ინფორმაციები გამოდის რომ უკვე მთელი რიგი ლიდერები ევროკავშირის თანახმარიან დაიყოს უკრაინა სექტორებად თქვათ რუსული გავლენის სექტორად რაც ახლა აღიარებული აქვს რუსეთს ეს ტერიტორიები ან დონბასი უკრაინულ სექტორად და
ეგრეთ წოდებულ დასავლურ სექტორად, სადაც პირდაპირ იქნებიან განლაგებული ევროპული ქვეყნების საჯარისო შენაერთები. რუსეთიდან იყო ამაზე პასუხი, რომ თუ კი შესაძლოა მართლაც დაიყოს სექტორებად, ეს იქნება მხოლოდ დასავლური და რუსული. აქ უკვე რაიმე კონკრეტულად უკრაინულ სექტორზე საუბარი არ იქნება, რადგან ძირეულად უნდა აღმოუფხრათ ეს ნეონაციონალისტური, ნეონაცისტური რეჟიმი, ანუ კიევის ხელისუფლებაზეა საუბარი რუსეთის მხრიდან. აი ამ კონტექსტში თქვენ როგორ ფიქრობთ, არის თუ არა იმის საფრთხე, რომ გადაიზარდოს უფრო ფართე კონფლიქტში ეს საომარი მოქმედებები, რაც მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის. დიახ, ბატონ პაატას აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ დიდი ალბათობა არის იმისა, რომ შესაძლებელია უკვე ევროპის მხარეს გადავიდეს ეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა, თუ იმ შემთხვევაში თუ ეს მილიტარისტული დასავლეთი გააკეთებს ყველაფერს, რომ პროვოცირება მოახდინოს და ასე ვთქვათ, რუსეთ-ბელარუსის მხრიდან მოხდეს sapasukho, ასე ვთქვათ, სამხედრო კონკრეტული მოქმედებები. მე არ მგონია, რომ გადაიზარდოს ფართო მასშტაბურ კონფლიქტში, იქიდან გამომდინარე, რომ შემაკავებელი ფაქტორი არის ბირთვული იარაღი, როგორც ეს იყო ბოლო 70 წლის განმავლობაში, 75 წლის განმავლობაში, რაც ატომური ბომბი გამოჩნდა მსოფლიოს სამხედრო შეიარაღებაში. და დღეისათვის რა სიტუაცია არის, მხოლოდ ის რომ ის რაც მოხდა პოლონეთის შემთხვევაში, ხო ის პროვოკაციები, მე ვფიქრობ, რომ ამისი მიზეზი რომ გავიგოთ, ცოტა ასე ვთქვათ, გეოპოლიტიკური ჭრილში უნდა შევხედოთ ამ სიტუაციას და ეს ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს, ასე ვთქვათ, ლოგიკურად რომ შევაფასოთ, უნდა გამომდინარეობდეს იმ შეხვედრიდან, რაც ჩვენ ნახეთ, სექტემბრის დასაწყისი იყო ეს შოსის სამიტი, შემდეგ უკვე პეკინში სამხედრო აღლუმი, სადაც მოხდა ესე იგი რუსეთისა და რუსეთის, ჩინეთის, ჩრდილო კორეისა და ინდოეთის ერთობლივი ძალის დემონსტრირება. რა თქმა უნდა, იქ იყო მხოლოდ ჩინური სამხედრო ტექნიკა, მაგრამ იგულისხმებოდა ის, რომ ეს ქვეყნები არიან ერთი ასე ვთქვათ კონტექსტით გამოდიან და თავდაცვითი რეჟიმში ისინი კოლექტიური დასავლეთის მხრიდან მზად არიან ერთობლივად დაიცვან მათი ინტერესები და როგორც ყოველთვის სამხედრო აღლუმის დროს ხდება ძალის დემონსტრაცია და მოწინააღმდეგის გაფრთხილება, რომ მან არ გადმოლახოს წითელი ხაზი. იგულისხმება ის, რომ შეერთებული შტატები მოგეხსენებათ, ალბათ შარშანაც წელსაც ჩვენ საუბრობდით, რომ ვაშინგტონი გეგმავს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში სამხედრო ინტერვენციას იმ კუთხით, რომ მოახდინოს იგივე ტაივანის, ასევე ესე იგი ჩინეთის სავაჭრო პორტების ბლოკირება სამხედრო ძალით და ეს უნდა გაეკეთებინათ იაპონიაში არსებული სამხედრო ბაზების, ფილიპინებზე, ასევე სხვა იმ ქვეყნებში, რომელიც ესაზღვრება ჩინეთს სამხრეთიდან და მოგეხსენებათ ჩინეთის სავაჭრო პორტების 50%-ით გადის მთლიანად ჩინეთის ექსპორტი, ხო და ამის ბლოკირებას აპირებდა შეერთებული შტატები, რომ მისთვის სამხრეთ-აღმოსავლეთის ბაზარი 500 მილიონიანი ბაზარი ის აზიური ქვეყნებისა მიეთვისებინა თავისთვის და ტარიფების ასე ვთქვათ დაპირისპირება ტარიფების სახით ამას ემსახურებოდა, მაგრამ შეერთებულმა შტატებმა ეს გეგმა უკვე ხელიდან გაუშვა, ეს ფოკუსი არ გამოუვიდა და შეეცადნენ, რომ ეს ალიანსი, რუსეთის და ჩინეთის ალიანსი, ასე ვთქვათ, დაეშალათ, ესე უხეშად ვიტყვი და ამას ემსახურებოდა ალიასკაში შეხვედრა, თუმცა იქ როგორც ამბობენ ექსპერტები, ეხლა ოფიციალურად არ გაცხადებულა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, მაგრამ ვლადიმერ პუტინსა და ტრამპს შორის რაც შეთანხმება შედგა, ტრამპის მხრიდან ვერ იყო შესრულებული
და ეს მოთხოვნები ალბათ სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო მათ შორის დოლარის სისტემასთან დაკავშირებით და იმ მილიტარისტული პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ხვევდათ იგივე უკრაინაში, იგივე ახლო აღმოსავლეთში და რაც ტრამპმა ვერ მოახერხა ეს მიუხედავად იმისა, რომ მას შეხვედრა ჰქონდა როგორც ზელენსკისთან, ასევე ევროპის ლიდერებთან და სავარაუდოდ მას ვერ მოახერხა მათი დარწმუნება, რომ ხელი აეღოს აი ამ მილიტარისტული პოლიტიკისგან და თავად ტრამპი როგორც ჩანს ცდილობს რომ გაემიჯნოს აი ამ ევროპელი ლიდერების ინიციატივას უკრაინაში კონფლიქტის ესკალაციის მიმართულებით, იმიტომ რომ ტრამპმა უკვე დაინახა რომ წაგებულია მათი მხრიდან ეს დაპირისპირება წაგებულია, რუსეთი ფაქტიურად უკვე იმარჯვებს, გამარჯვებული არის ფაქტიურად და გაფორმება მიდის იურიდიულად ამისი, რომ ასე ვთქვათ მოხდეს სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება და იმ ოლქების აღიარება, რაც წეღავთ კი 5 ოლქისა, რა თქმა უნდა, ყირიმი და შემდეგ 4 ოლქი, ზაპოროჟიე, ხერსონი, დონეცკი და ლუგანსკის, რომელიც შეუერთდა აბსოლუტურად საერთაშორისო ნორმების დაცვით რუსეთის ფედერაციას, ხალხმა ხმა მიცა ამაზე, როგორც დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება და დასავლეთმა უნდა აღიაროს, ხო, მათ შორის კიევმაც. და ამავე დროს ევროპის ლიდერებმა, მილიტარისტებმა, ლიბერალებმა, რომლებსაც არ ესმით, რომ უკვე ეს აგებული არის ეს დაპირისპირება, ისინი ცდილობენ ამ კონფლიქტის ესკალაციას და მათ შორის ახლა როგორც გავეცან ინფორმაცია, პოლონეთი ცდილობს რომ არ ჩაართულიყო აი ამ ასე ვთქვათ უკრაინაში ხო აგზავნენ, ცდილობენ გააგზავნონ სამშვიდობოებს და მე მგონი პოლონეთმა უარი თქვა კულისებში და ამიტომ მას მოუწყეს პროვოკაცია. და ამავე დროს, ესე იგი, მეხუთე პუნქტის ამოშავება ამოქმედება ნატოს კონტექსტში ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ცდილობენ შეერთებული შტატები ამ ტრამპის ჩაითრიონ ამ კონფლიქტში. და ჩემი აზრით მან არაფერი არ გამოუვათ, ახლა ტრამპი კარგად ხედავს, რომ უკვე რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთისა და ასევე ჩრდილო კორეის, რომელიც ძალიან სერიოზული სამხედრო ძალა არის, მათ შორის ბირთვული იარაღიც აქვს და კოსმოსშიც აქვს უკვე ტექნიკა და იქიდანაც შეუძლია დარტყმა. აი ამ ალიანსს ბევრი შეუერთდება სამხედრო თვალსაზრისით გულისხმ უსაფრთხოების კუთხით ძალიან ბევრი გაერთიანდება ამ ალიანსში და ეს კარგად ესმის ტრამპს და თავი უნდა არიდოს, ხო, ლოგიკურად ამასაც ხედავთ ჩვენ, მაგრამ იგივე ევროპის ლიდერები ასე ვთქვათ ცდილობენ რომ მოახდინონ კონფლიქტის ესკალაცია და ამით მათ გაიხანგრძლივონ თავისი არსებობა ხელისუფლებაში, იმიტომ რომ ეს როდესაც ეს კონფლიქტი დასრულდება, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს დასრულდება, რასაც ჩვენ ხედავთ უკვე იმას, რომ ესე იგი ტოტალიტარიზმზე, დიქტატურაზე გადავიდნენ და იგივე ოპოზიციას გერმანიაში AfD-ს რამდენიმე წევრზე მოხდა თავდასხმა, ხო? ანუ ეს მიდის უკვე შიდა დაპირისპირებაც. AfD-ს ახლა რეიტინგი მეტად უფრო მაღალია ვიდრე მერცს. მერცს კოალიციას. მართალს ვძანებთ იმ კონტექსტში, რომ ევროპული ქვეყნების ცალკეული ლიდერები, ვახსენე ერთ-ერთი ასევე თავად ბრიუსელის ჩინოვნიკები ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით აგრძელებენ ამ ხაზს, ამ განცხადებების კეთებას. აი ფონ დერ ლაიენი მაგალითად ამბობს ასეთ რამეს, რომ რუსული დრონებით პოლონეთსა და ევროპის საჰაერო სივრცის უპრეცედენტო დარღვევა გავიხილეთო და რუსეთზე ზეწოლა გვჭირდება, რათა ის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს, მეტი სანქციებია საჭირო. ახლა ამ სანქციების დაწესებაზე ვის მოუწოდებენ ირიბულად ტრამპს. იციან რომ ტრამპს აბსოლუტურად სხვანაირი პოზიცია უჭირავს, ცდილობს რომ და პირდაპირ აქვს ეს ნათქვამი, რომ თუ კი უკრაინაში ომი მორჩება და ყველაზე მეტად მას სურს, ის თანახმა რომ რუსეთთან დაიწყოს მაქსიმალურად გახსნილი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა. თავად აქვს ტრამპს ნათქვამი. მაგრამ აი მაკრონიც ამბობს მაგალითად, რომ ეს რუსული დრონები ახლა აქვთ ასე ვთქვათ, ფაქტად გამოყენებული, რომ ჩვენი მოკავშირეების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით დათმობაზე არ უნდა წავიდეთო. მანამდე ვოლოდინმა, რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერმა, თქვა, რომ მაკრონმა 8 წლის განმავლობაში, ესე იგი, ცუდ დღეში ჩააგდო საფრანგეთიო. ხო, ანუ, როდესაც ახლა პარლამენტის სპიკერი ცალკეული ქვეყნის აკრიტიკებს ევროკავშირის ერთ-ერთ ლიდერი ქვეყნის პირველ პირს,
აქ რაზეა საუბარი, რომ საკმაოდ სერიოზულად აქვს დაძაბულობა ერთმანეთში. აქ ორი აზრი არ არსებობს, ესენი მართლაც ცდილობენ რაიმენაერად დაიწერონ ქულები, ან უფრო და უფრო შეტოპილი აქვს, ჩვენ უფრო ხალხურ ენაზე რომ ვთქვათ, იმ დონეზე აქვს უკვე ევროკავშირს ამ მდგომარეობაში ჩაყოფილი ეს თავის ხელები, რომ უბრალოდ უჭირს უკან გამობრუნება. და შესაბამისად ხდება ესკალაცია, თუნდაც აი ასეთი ფაქტებით, ახლა რუსები ამბობენ, რომ ევროკავშირის მხრიდან ეს პროვოკაციები იმ თავითვე გვაბრალებდნენ და გვაბრალებდნენო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით პროვოკაციებს. ბატონ პატა, თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა თქვენ საქართველოსაც საკეთებდით აქცენტს, ხელისუფლებასაც გულისხმობდით ამ დონბასში გამართული შეხვედრის მერე და უკრაინაში ომის დასრულების პირობებში არ ვიცი თუ მართლაც არ გადაიზარდა და საერთო ევროპული ომი არ წამოიწყეს რუსეთთან საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებათ მთლიანად კონტინგენტი. ისე აქვე მაყურებლისთვის რომ განვაზოგადოთ, არის ერთი ევროპა, რომელიც ცოტა უფრო სხვა გვარი მიმდინარეობებით ესეთი გეოგრაფიული გაერთიანება და არის ცალკე აღებული ევროკავშირი, რომელიც აი ამ ჩინოვნიკებით თავიანთი ცხოვრების სტილით, ფორმულით, ინსტრუქციებით იმართებიან ამ deep state-დან და გასაგებია რომ აქვთ თავიანთი ამოცანები. აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ჩვენი სამომავლო მდგომარეობა, გასაგებია რომ ხელისუფლება და მთავრობა ცდილობს თუნდაც სამეზობლოში ყველასთან კარგი და პრაგმატული ურთიერთობა დაიჭიროს. გუშინ იყო მაგალითად ჩვენმა სამხრეთელმა მეზობელმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი სულ ცოტა ხანში გათავისუფლდება ენერგოდამოკიდებულებისგან და ეს ტყუილად არ თქვა, იქ არის რუსების მიერ აშენებული ატომური ელექტროსადგური სინოპთან, ეს აკუიუს ეგრეთ წოდებული ატომური ელექტროსადგური და აქვე ნიშანდობლივია რომ თურქეთი არის პირველი იმპორტიორი ქართული ელექტროენერგიის 90% მოდის. ახლა შარშან წინ იყო კვლევა რომ 6 თვეში დაახლოებით 30 მილიონი დოლარის ელექტროენერგია აქვს საქართველოსთან ნაყიდი, ანუ დაახლოებით წლის განმავლობაში 100 მილიონ დოლარამდე არის მოგება საქართველოსთვის თურქეთის მიერ გადახდილი თანხით. და თუ კი ახლა ერდოღანი იძახის, რომ ხვალზე ეს ატომური ელექტროსადგური უნდა ავამუშაო და იქ აზერბაიჯანმაც ბანი მისცა, რომ საერთოდ ალიევმა ახლა განაცხადა, რომ ეს ზანგეზურის კორიდორი საერთოდ ჩვენი მიწააო, აზერბაიჯანს სომხებს ისტერიკა აქვთ ატეხილი, რა გამოდის, რომ ჩვენ 100 მილიონ დოლარს დავკარგავთ ყოველწლიურად. აი ამ კონტექსტში თქვენი პოზიცია, თქვენ ეს ბრძანეთ სწორედ, რომ ხელისუფლება სად იყურება, ანუ რა პერსპექტივას ვხედავთ ჩვენ აი ამ გეოპოლიტიკურ პარადიგმაში საერთოდ როგორ ფიქრობთ ჩვენი ამოცანა რა უნდა იყოს და გამოსავალი სად არის? თქვენ დაიწყეთ უკრაინის მერე თუ გადაიზარდაო. აი ეს სიტყვა მაშინებს თუ გადაიზარდა. ანუ ჩვენ კიდევ ვფიქრობთ რომ შეიძლება არ გადაიზარდოს. ეხლა უყურე. აბა მაშინ კითხვა. აბა როგორ წარმოგიდგენთ ეს 56 ქვეყანა რა სიტყვის? აი წავაგეთ ეხლა ჩვენ უკრაინა და აბა წავალთ ეხლა სახში? აბა წავაგეთ ჩემო უკრაინელებო და აბა კაი ეხლა წავალთ ეხლა ჩვენ სახში. მომემზადებით უფრო კარგად და კი თუ კი არ გადაიზრდება, როცა გადაიზრდება, მაგაზე მე უკვე ლაპარაკი. რაც შეეხება თურქეთს. აი თქვენი კითხვა უფრო რას მოიცავს, იცით? საქართველოში მეიდანი მოხდება თუ არ მოხდება? აი ეგ მოხდება მაშინ თუ კი ჩვენი სამეზობლო ან ჩვენი მეზობელი, ერთი დიდი მეზობელი თუ ხელი ჩაიქნიდა თქვა კაცო მე რაც მინდა მაქვს ამიერკავკასიაში იმის იქით კაცო აგერ არის ერდოგანი მიხედე რა მაგრამ მე მომეცი გარანტია რომ იქ ერთი სამხედრო ჩემი იმპერია არ შემოვა თქვენ როგორ აი უყურეთ რატომ სამი რუსოფობიული ქვეყანა ვართ არის აგრესიული ვიყავით მე ესე რომ შალაბანი გაგვიკეთეს ცხვირში ხო ეხლა აღარა ვართ უკვე აგრესიული რუსოფობები ვართ ესე ვთქვათ სუბუქილი
რუსოფობები ქვეყანა თვითონ გინდი კონსერვატორები აიღე მე და მეტატიფოზე არ მაქვს ლაპარაკი აი არალიბერალური მხარე აიღე და გინდი ლიბერალური მხარე აიღე ქვეყანას აქვს სტატუსი რუსოფობიული ლიბერასტიისკენ მიდრეკილი ქვეყანა ამას ესე ქვია კაცო რაღაც მოვითხოვებთ თავს თუ არა აგერ მოусმინეთ არალიბერალი ხაინდრავად განცხადებას ჯარი გაიყვანოსო ჯო რა ჯარი გაიყვანოს ჯარი კი არ გაიყვანოს შემოიყვანოს კაცო შემოიყვანოს სამში დააყენოს ჯაჭვი შემოარტყავს კაცო რატო იცი უყურე მე ამას რო ხედავენ კაცო მოცემულობას გაუწევენ მეთქი ანგარიშს აგერ არის ერდოღანი მე ეს განცხადებებით ეხლა ჯერ ეს ვერ წარმომიდგენია ორი ატომური ელექტროსადგური შედება და რა სიტყვა ნუ არ სამობენ მაგაზე მილიარდებია ჩაყრილი არც ისე არ მაგრამ ის ტენდენცია არის მაკეთკე რომ მე გავაკონტროლებ ჩემო რუსეთო როგორ ამ კითხვაში მაშინ ის უნდა გვეთქვა როგორ მიესალმა ერდოღანი პუტინს ჩინეთში ჩემო ძვირფასო მეგობარო ანუ იმან იცის რომ ხალხო ისრაელს თმის ღერი ვერ ჩამოუგდო ერდოღანმა აგერ რაც 22000 ბავშვი დაუგჟიშა თმის ღერი ვერ ჩამოუვარდა და რუსეთთან გაბედავს ოლს წარმოუდგენელი სიგიჟე ეხლა ეგა ამიტომ იმას ურჩევნია ის დიდ ბაზარშიც იყოს რუსეთის ესე იგი 33 წლიანი პრობლემაც გადაუწყვიტოს სანაცვლოდ ეთქოს აი სამი ქვეყანა მომეცი აქ ერთი ჯარი არ შემოვა კაცო ჯარი კი არა მეც არ შევარ თუ გინდა აგერ ვიდგები მე ახლა ეს ქართველებს რომეუნებოდი როგორ არის ცით სყინდათ არა კაცო რუსეთიო არ დათმობს ვის არ დათმობს რას არ დათმობს რატო არ დათმობს ესენი კიდე სამწუხარში ცხოვრობენ გაიგე ის კი არის ერთი ჩადი რუსეთში სულ სხვა თაობა სულ სხვა მენტალობა კაცო ეკა შედი ის ხوار გონია იქ რა ქვია ჭაჭა და იმაზე რო აკეთებდით კაცო კი აი აქვე ახსნი მარტივად თქვენ რასაც გულისხმობთ უბრალოდ ჩემებური ვერსიით საქართველოში არის ესეთი სტერეოტიპი აი ნოსტალგიით გამსჭვალული ადამიანები ვინც არიან გონიათ რომ თუ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგდა აი როგორც საბჭოთა რესპუბლიკა იყო საქართველოს ზუსტად ისეთი დაბრუნდება მათ ვერ წარმოუდგენიათ თუნდაც აი 2008 წელს რატო არ შემოვიდნენ აქ რუსები იმიტომ არ შემოვიდნენ რომ რუსოფობიულად განწყობილ ქართველებს იმ ძველი მოდელის ტიპით აღარ შეინახავდნენ ფიზიკურად ქარხნები ჩვენთან აღარ არის ფაბრიკები აღარ არის ხო ასე აქ იყო გადაწყვეტილება უბრალოდ ანგლო-საქსებთან მორიგდნენ რაღაც პერიოდი დიდი ფინანსური ინსტიტუტების ჭიდილია ბევრი ინტერესები აქვს და შესაბამისად თურქეთთან საერთო ენას მიუხედავად იმისა რომ ნატოს წევრი ქვეყანა არის როგორც ავტორიტარული ქვეყნისგან საფრთხეს არ მოელიან რუსები რუსებს მენტალურად აღიზიანებთ ეს დასავლური ეს ფანტასმაგორიული აი გენიალურად ახსეთ ახლა თქვენ რა ხო აი ეს ყველაფერი აღიზიანებთ და მათ ამიტომ ურჩევნიათ კონდეთ თუნდაც ფარული დაპირისპირებით ურთიერთობა მძლავრ აზერბაიჯანთან და თურქეთთან ოღონდ ქართულ სომხურია ეს ეფემერული ინტერესები პროევროპული იყოს აქ შეზღუდული საუკუნის მეოთხედით რუსეთი დღევანდელი აი ეს რუსეთში არსებული თაობა რასაც თქვენ ბრძანებთ და მეც სწავლობდი რუსეთში და მეტნაკლებად განწყობები ვიცი. ანუ ერთია ეს სოციალიზმი, წითელი დროშების ფრიალი, ლენინი, სტალინი, მარქსი, ენგელსი, ეს ყველაფერი გასაგებია. მაგრამ რუსეთში დღეს პრიორიტეტი არის რუსეთის იმპერიის, ნიკოლოზ მეორის დროინდელი საზღვრები, რომელიც ბევრად აღემატება საბჭოთა საზღვრებს. ალექსანდრე პირველის რუსეთი, აი პუტინთან ან პუტინმა, ასე ვთქვათ, მაჩუკა კალენდარი 2012 წელს. თავად ვლადიმერ პუტინმა, სადაც 12-ვე თვე თითოეულ თვეზე არის რუსი იმპერატორი გამოსახული, რომელმაც რუსეთს შემატა მიწები. ანუ 12 ისე პეტრე პირველი, ალექსანდრე პირველი, ნიკოლოზ მეორე, პავლე პირველი, ეკატერინე დიდი, ანუ ეს ხალხი არიან ასახული. და არა ის იმპერატორები, პეტრე პირველი შვილი ალექსი, რომელიც სურიკოვს ყავს დახატული პეტრე როგორ ზის ეს იმპოზანტურად და გაგაკიცხავს ამ თავის შვილს, რომელიც ღალატისკენ იყო მიდრეკილი. ანუ ასეთი
ან იქ იმპერატრიცა სოფია პეტრე პირველის მამიდა, რომელიც სადღაც გაჩინაში დაძდევდა პეტრეს ახალგაზრდობაში. ანუ რუსებსაც ყავთ ისეთი მეფეები, როგორც ქართველებს ყავდათ, ანუ კარგი მეფეები, ერთიანი საქართველოს მეფეები და სუსტი და ასე ვთქვათ, ჭკუათხელი მეფეები. აი ზუსტად ანალოგიური სიტუაციაა და იმ პუტინს აქ აქცენტი ამაზე გაკეთებული. ანუ სხვა მენტალობის თუნდაც აი 2007 წლის ცნობილი მიუნხენის სიტყვა მისი. რაზე არის იქ აქცენტები გაკეთებული, რომ ასე აღარ იქნება როგორც თქვენ გინდათ და პუტინმა აი გახსოვთ ალბათ ჯორჯ ბუშთან პირდაპირ აქვს ნალაპარაკები, რომ ჩვენც გვინდა ნატოში წევრობა, ჩვენც გვინდა ევროკავშირში წევრობა. ეს შვილი ბუში, აი ეს ბუში, როდესაც საქართველოში 2008 წელს და სტალინოაც ხო და ამაზე ეცინებათ ამერე, ანუ თავად ბუშს გაეცინა. და რაღა გამოდისო, შესაბამისად ის პროცესი, რაც ახლა მიმდინარეობს, უთხრა, რომ აი ბატონებო, ევროკავშირის ევრობონზებო, პუტინი ეუბნება, ეს არის ჩემი ბოსტანი. დიახ. ჩემ ბოსტანში კენჭებს თქვენ ნუისვრით. თორე კენჭების როლა როგორ უნდა აგერ არეშნიკები გვაქვს, ბეჭდავთ უკვე და არმია მარაგდება ამ არეშნიკებით. აი ასეთია რეალური სიტუაცია. და არა ის, ეხლა აქ მესმის, აქვს ადამიანებს ნოსტალგია, გონიათ რომ ხვალ თუ რუსეთთან დავალაგებთ ურთიერთობებს, დაგვიბრუნეთ აფხაზეთი, დაგვიბრუნეთ სამაჩაბლო, ხვალზე ეს ყველაფერი უცებ დაბრუნდება, როგორც ჩვენი ესეთი ცეცხლოვანი ემოციურობით გონია რომ ხვალდაზე ყველაფერი უცებ გადაიჭრება. არ გადაიჭრება ასე. რა თქმა უნდა, არ გადაიჭრება. პერსპექტივაში შეიძლება ვიხილოთ მართლაც აფხაზეთში ჩასვლა, ცხინვალში ჩასვლა, აფხაზთა აქ ჩამოსვლა, ოსთა აქ ჩამოსვლა, უბრალოდ რაღაცა კონფიგურაციას ალბათ შეცვლიან თუ ეს რუსეთის ქოლგის ქვეშ აღმოჩნდება ეს ყველაფერი. მანამდე, აი როგორც შევარდნაძე იტყო და მანამდე არა გიდგეთ გვერდებიო. დაიცდის რუსეთი კიდე ნახევარი საუკუნე, სანამ საქართველოში კიდე გამოიცვლება თაობა. კი ბატონო, უკვე ეხლა გუშინ აღარ ვიტყვი მაჟორიტარ დეპუტატს დაყვებოდი შეხვედრებზე და რომ მქონდა ესეთი საუბარი, რა მითხრას იცი, ხა სახელმწიფო ისენი არიან, ხო? ეხლა რამდენი წლის არისო პუტინი? აგერ კაცო დაბერდაო და მოკვდებაო და ისაო, რა ქვიაო, აი სხვა. თუ მაგისი მეწე ვარ მე უთხარი კაცო. ესე ფიქრობთ, რომ ანუ ვინ აყავს პოლიტიკოსებიო? ანუ მათი აზროვნება არის ის, რომ ამაგად გონიათ, რომ აი პუტინი რომ მოკვდება, ყველაფერი შეიცვლება. ერთი წუთით რომ დაუშვათ და პუტინმა თქვას, რომ всё, დავნებდი. გამომყავს ახლა იქიდან ჯარი, ყოფილი უკრაინიდან. აი, მოკლედ ყველაფერზე ვთანხმდები სოდომიტურ სამყაროს, პირობას გადლებთ 3 წუთი ვერ გადლებთ ცოცხალი. 3 წუთი, კაცო. ამათ ეგეთი წარმოდგენა აქვს. და აი იმ აფხაზების დაბრუნებაზე რომ მეუბნებით, კაცო, ჯერჯერ ვიშურდა აფხაზეთის დაბრუნება. მაგას რასაც თქვენ ეძახით, აფხაზეთის დაბრუნება გვინდა, მაგას ეძახიან რუსები ხაჭელკაც. დაბრუნება თუ გინდა, რუსთაველ იმ აფხაზს ის კი არ უნდა ანახო აქ რუსთაველზე. გათხოვილ კაცო ტაშ უკრავ და აგერ 2 დღეა თუ 3 წელია თუ რაღაც რაც ესვეო დაიწყო რუსთაველზე ხარ იმებს რუსთაველსაც ყო და აგერ 2 დღე გაქანებული რებს აკეთებთ. დაქვე დავამატე ბატონ პატა, თქვენ რასაც ბრძანებთ, ეხლა გუშინ მე ვიხილე სოციალურ ქსელში ეს კადრები რა ხდება იქ შტაბთან, მელიქიშვილის ქართული ოცნების მერობის კანდიდატის შტაბთან მელიქიშვილზე და ის ეგზალტირებული ახალგაზრდები რაც ვიხილე რა ლექსიკასაც იყენებენ და რა მდგომარეობაც არის, სწორედ აი აქ თუ კი რუსები ჩვენთან აი სექცია რაც არის და თუ კი ვინმე უყურებს ტელევიზორს და ამ გადაცემას და უთარგმნიან მათ, რუსები ახლა სხედან იქ და გამოთქმა აქვთ ესეთი ნინადა გადაიტნა კაფეინეი გუში. ხო და ისინი ყავაზე კი არ მკითხაობ. პირდაპირ მაგას ფიქრობენ, რომ ჩვენი ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით სწორი ყოფილაო. და დაველოდოთ ამათ მაგ დაჭამონ ყველაფერი. ამ ამერიკული პრინციპით, რომ პოზიცია თუ ოპოზიცია ერთი ანგლოსაქსური ქოლგის ქვეშ რო იმართება და თურმე ჩვენი პრიმაკოვი და ჩვენი გორჩაკოვი კიდე იქ მე-19 საუკუნის ბოლოს თურმე მართლები ყოფილან, რომ რუსეთს არსად არ ეჩქარება.
რუსეთი უბრალოდ დაიხსნა. აი ასეთი პოზიციიდან უყურებენ აქ არსებულ ვითარებას და კი ბატონო, აი გიორგი თქვენ გინდოდათ ჩვენი პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საქართველოში არ ვიტყვი ახლა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი ის პარტია არის, რომელიც ღიად გამოდის იმ ინიციატივ იმ მოსაზრებით, რომ საქართველო და რუსეთი უნდა იყვნენ მოკავშირეები. მე ხშირად ვეძახი, რომ ეს არის ისტორიული მოკავშირეობის ეს ასე ვთქვათ გაგრძელება, რაც 200 წლის განმავლობაში ხდებოდა 1793 წლიდან, როდესაც ერეკლე მეორემ, ესე იგი გეორგიევსკის ტრაქტატი გააფორმა რუსეთის იმპერიასთან, შემდეგ საბჭოთა კავშირი და 200 წლის განმავლობაში ქართველი და რუსი ხალხი ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრობდნენ და ვითარდებოდნენ და ერთობლივად ებრძოდნენ საერთო მტერს, ხო? დიდი პატივისცემის თქვენსაც დიდი პატივისცემ ბატონო პაატა, მაგრამ ჩემ აზრს ვიტყვი და რომ ესე იგი ქართულ ხალხს, საქართველოს და ქართულ ხალხს მე ვერ ვიტყვი, რომ ეს არის რუსოფობიული. ჩვენ არაერთი გამოკითხვა ჩავატარეთ, როგორც საქართველოში როგორც ორგანიზაცია გეტყვით ბატონო პაატა, როგორც ორგანიზაცია სოლიდარობა მშვიდობისთვის ორგანიზაციის სახელით ჩატარდა გამოკითხვა 2021 წელს. ჩვენ დავდეთ ეს ვიდეოც, ვაჩვენ ასე ვთქვათ ვიდეო მასალაც გამოქვეყნდა და სადაც გამოკითხულთა უმრავლესობა მომხრე არის როგორ იყო დასმული? მომხრე ხარს თუ არა? მომხრე არის უმეტესობაში ვარ. ნორმალიზება ხო და მომხრე არის არა, ეგრე არ დასვა კითხვა. რუსეთი ვინ არის კითხე? კითხვა ეს დავუშვი, რუსეთი ვინ არის? ის გეტყვის რუსეთი მტერია, ოკუპანტია, აგრესორია, მაგრამ უნდა დავალაგოთ, კაცო. ამას ქვია მსუბუქი რუსოფობიული ქვეყანა. ის კი არ უნდა თქვა, იმას კი არ გეტყვია, რომ რას ქვია, კაცო? რაც ჩვენ გავაკეთეთ 90-იანებში და რაც ჩვენ გავაკეთეთ, იმას კი არ უყურებენ. თორე მაგ შემთხვევაში გეთახმები, კაცო. კატასტროფულ უმრავლესობაში ვართ მაგაში. აი კატასტროფულ. ამ საკითხზე ჩვენ პირადადაც გვისაუბრეთ. დაჟე რუსთაველზე რო გაყვიდე, იქაც გიპოვე, ხალხს რომელიც გეტყვის, კაცო. რო რა ქვია, კი კაცო, მტერია, ცუდია, ჩატლახია, მაგრამ რომ დაველაპარაკოთ. კი ბატონო, აი პასუხობთ აი ამ მოსაზრებაზე, ეს არსებობს რა თქმა უნდა. რას ვიტყუებ თან, მე არ ვიცი რა. არსებობს რა თქმა უნდა ის ტელევიზიების პროპაგანდიდან და ასე შემდეგ იმ კონფლიქტებიდან ისინი მოცემულობას უყურებენ. რა მნიშვნელობა აქვს საიდან? გამომდინარე ხო, რომელიც ინიცირებული იყო კოლექტიური დასავლეთის მხრიდან იმისათვის რომ ორ ქვეყანას შორის გაფუჭებულიყო ურთიერთობა და არ მომხდარიყო ისევ დაახლოება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაახლოება რუსი და ქართველი ხალხისა ამისათვის დრო და დრო ეტაპობრივად ხდებოდა ისეთი პროვოკაციები მათ შორის სამხედრო პროვოკაციას რომელიც დააშორებდა ხო ორ ხალხს ერთმანეთისგან ორ ქვეყანას გიორგი მე მეშინეს უკვე საქართველოს ხორმა როგორ შეიძლება კაცო რო გიყურებთ ხან პატრიარქს აგინებთ ხან ეკლესიაზე რაღაცეებს ჟღაბდით ხან კაცები დარბიან გაშვით ეკლესიისო ბიჭო ის აფხაზზე რო გიყურებთ ბიჭო საშიში ხალხი ამათა რა მინდა კაცო ესენი გიჟები არიან რომ გეტყვია კაცო თავის ეს არიდობენ მე ხუსუდე დასმიტირებენო კაცო რაი როგორ არახართ ხან რატო ვიტყუებთ თავს მე არ ვიცი რა აი ყველა ვიცით რომ ეგეთები ვართ გაიგე შედა არა ვარ თუ არა როგორ არახარ კაცო ჩატ ტელევიზორ გავაკეთე ყველაფერს კაცო ბატონო პაატავ ჩვენ აი როგორ თქვენ გიგრამაკ მესმის თქვენ შევიცვალეთ გიორგი დავიღუპებით ესე ერთი აი ეს უნდა ამოტრიალება უნდა მაგიდას და კიდევ ბეჭზე მდგევართ პროცეს დედამიწის უზაქველანი ვეღარ გააჩერებს რა არ არსებობს ფიზიკურად ძალობის პროცესი დააჩეროს მე ძალიან ცუდ ბატონ მამუკა ფიფიას ქონდა ინიციატივა აქამდე მივდივარ ეხლა ძალიან საინტერესო ინფორმაცია უნდა გავაჟღერო ერთი წუთი ბატონო დავით ბოდიშს ვიხდი და ესე იგი ამის თქმა მინდა რომ ჩვენ გამოკითხვებით არაერთი გამოკითხვა ჩავატარეთ და საქართველოს უმრავლესობა მოსახლეობის არის მომხრე ნორმალიზება რუსეთთან ურთიერთობებისა, მათ შორის ჩვენ ხელმოწერებით შევაგროვეთ და ეს ლოგიკურ დასასრულამდე მივა ეს გამოიღო შედეგი, ამაზეც შემდეგ მოგახსენებ და განცხადებაც გაკეთდება და ესე იგი ჩვენ
ასე ვთქვათ, იმის თმა გვინდა, რომ ესე იგი ჩვენმა პარტიამ ჯერ ის ინიციატივა გავიხსენოთ 2023 წელს, როდესაც ესე იგი ჩვენი პარტიის თხოვნით უпростоრეთ ბატონი ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომ გაეუქმებინა სავიზო რეჟიმი, შემდეგ აღდგენილიყო პირდაპირ ფრენები, შემდეგ იყო სხვადასხვა ინიციატივებიც, მათ შორის ხელმოწერები და დღეისათვის უკვე ჩვენი პარტიის ლიდერი, საერთაშორისო მდივანი მამუკა ფიფია გამოდის ინიციატივით, რომ ესე იგი მიმართოს ვლადიმერ პუტინს, რუსეთის პრეზიდენტს, ასე ვთქვათ, თხოვნით, რომ იმ ქართველების, საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც ცხოვრობდნენ რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირის დროს RSFSR ერქვა, რუსეთის საბჭო სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მსახურობდა ჯარში, ასევე მუშაობდა, ცხოვრობდა. ეს პირველი კატეგორია, მეორე კატეგორია, რომ ის მოქალაქეები, საქართველოს მოქალაქეები და ეროვნებით ქართველები, რომლებიც ესე იგი მსახურობდნენ საბჭოთა კავშირის დროს ჯარში, მუშაობდნენ საბჭოთა საწარმოებში, ცხოვრობდნენ, ეს მეორე კატეგორიისთვის და მესამე კატეგორიისთვის, ვინც დაიბადა საბჭოთა კავშირში, აი ამ სამი კატეგორიისთვის მიენიჭოთ მათ რუსეთის მოქალაქეობა. ეს არის ძალიან საინტერესო ინიციატივა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ კიდევ ერთხელ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნას გადადგმული ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დასარეგულირებლად. და მით უმეტეს იმ ქართველებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ვინც ცხოვრობენ რუსეთის ფედერაციაში და არა მხოლოდ მოგეხსენებათ რუსეთში საქართველოს დაახლოებით მილიონი ქართველი ცხოვრობს იქ და ძალიან ასე ვთქვათ პოზიტიური იქნება მათთვის თუ მიექნებათ ორმაგი მოქალაქეობა. რა თქმა უნდა, ეს არის ნებაყოფლობითი, ვისაც ასე ვთქვათ ექნება სურვილი რომ მიიღოს მოქალაქეობა ის მიიღებს და იმედი არის რომ ეს ლოგიკურ დასასრულამდე მივა და ანუ პოზიტიურად ასე ვთქვათ ამ პოზიტივს ჩვენ მივიღებთ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენი კვლევებით გამოკითხვებით და კვლევებით ცნობილი არის რომ დაახლოებით 200-დან 300,000-ამდე შეიძლება უფრო მეტიც დაინტერესებული არის და მოთხოვნა არის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან რომ მათ მიიღონ რუსეთის მოქალაქეობა, ანუ კონდეთ ორმაგი მოქალაქეობა. აი ეს ინიციატივა მინდოდა გამეჟღერებინა და იმედია შევძლეთ ვიდეოც ვნახოთ ბატონი მამუკას მიმართვა ამასთან დაკავშირებით. ბატონო, ისე ნახეთ რა იკადრა ისრაელმა. კი, ნუ ბატონ პატა ჩვენ შეიძლება რომ ვიდეო მოდით ვნახოთ მამუკა ფიფიას инициативის შესახებ და ну ვისაუბრებთ ამაზე. Хотели бы, конечно же, в первую очередь решить вопросы безопасности в регионе. Хотелось бы, конечно, в первую очередь дипломатических отношений, союзнические отношения с Россией, военно-политические соглашения с Россией. Но мы, партия «Солидарность во имя мира», обратимся к президенту России в ближайшее время с просьбой дать гражданство Российской Федерации тем гражданам, которые трудились во время Советского Союза на территории России, на предприятиях, которые расположены на территории России, служили в России. Распишем 3 категории: те, которые в целом в Советском Союзе жили и работали, или на территории России. Обратимся к президенту России дать гражданство этим людям. Есть такой запрос в народе, и мы обратимся к президенту России. ხო, ну ეს ოფიციალურად როდესაც იქნება უკვე ეს მიმართვა რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, არ არის გამორიცხული რომ პუტინმა დააკმაყოფილოს კიდეც ეს. ვინაიდან ჩვენ ვიცით თუნდაც აი იმ რესპუბლიკების მიმართ, რომლებიც ახლა მოხდა მათი ასე ვთქვათ რუსეთთან მიერთება, აქ არ არის საუბარი იმაზე რომ საქართველოს მიერთოს რუსეთმა. უბრალოდ მოქალაქეობის მინიჭება წმინდა პოლიტიკურ ინტერესებში შედის თავად რუსეთის ფედერაციისთვის. ხომ ასეა.
ახლა იმ ტენდენციიდან გამომდინარე, რაც ხდება საქართველოს ირგვლივ სამეზობლოში, სადაც ალიევი გამოვიდა და იძახის, რომ ზანგეზურის დერეფანი საერთოდ აზერბაიჯანული მიწააო და ანუ სომხეთი ახლა კი ალაგებს ურთიერთობებს, ასე ვთქვათ, საჰაერო სივრცეც მისცა იმ პაშინიანის თვითმფრინავს. რა გარანტია, რომ ხვალზე ექსპანსიონისტური განცხადებები არ დაიწყება იგივე თურქეთის მხრიდან ან აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ. შესაბამისად, რუსეთს ექნება ყველა ანუ იმის დელეგირება, რომ თუ კი აქ ეყოლება, როგორც აი გიორგიმ თქვა 100 თუ 200.000 რუსეთის მოქალაქე, ნუ პირობითად ვიძახი, ხო, რომ შემდეგ უკვე არ დააყენოს თავის პოლიტიკური მოთხოვნები, ხომ არ ილახება რუსეთის მოქალაქეთა უფლებები. აქ საუბარია იმაზე, რომ ეთნიკურად ქართველი შეიძლება იყოს ეს ადამიანი, უბრალოდ ედოს მეორე მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქეობა. აი ამაშია ეს. ნუ ეს როგორც მამუკა ფიფიამ თქვა ამის შესახებ შეუათხოვნა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სხვა საკითხია მე დააკმაყოფილდება თუ არა ეს თხოვნა. ასე რომ, ნუ ესეც პოლიტიკური როგორც მესიჯი, როგორც პოლიტიკური გზავნილი, ასევე ნაბიჯია და ნახოთ რა შედეგები მოყვება ამას. ესაც ალბათ საყურადღებო იქნება იმ ძალებისთვისაც, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ საქართველოსთან მიმართებით და ეს ტენდენციები უკვე იკვეთება. ხო ხშირია საუბარი იმაზე, რომ ძალიან ბევრი აღმოსავლეთიდან ჩამოსული არიან ინდოელები, თურქები, არაბები, ძალიან ესე თვალში საცემია უკვე მთელი ეს ახლად ჩამოსული მიგრანტების თუნდაც ცენტრალურ პროსპექტებზე სიარული საკმაოდ ბევრია. ის თან აშკარად ეტყობათ, რომ ისინი არ არიან ტურისტული კონტინგენტი. რომ ჩამოვიდნენ ორი კვირით საქართველოში დაათვალიერონ და წავიდნენ. იქ ეტყობათ, რომ ისინი სხედან აი ამ მოტოკურიერებზე დაატარებენ ტვირთებს, მუშაობენ, ხსნიან საპარიკმახეროებს თუ სალონებს, სასადილოებს, ანუ ძალიან ბევრნი არიან. უცებ გამრავლდა ეს ადამიანები, ანუ აღმოსავლეთიდან მიგრირებული ხალხი. ხო შესამჩნევია, ხო? კი, გასაგებია. ორი სიტყვით ვიტყვი ბატონო დავითს ამ შემდეგ ბატონ პალატას. ესე იგი ძალიან სერიოზულად იძაბება რეგიონში სიტუაცია, უსაფრთხოების მხრივ, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი დაძაბული ვითარება არის და ამის ფონზე ხო ჩვენი პარტია, ესე იგი თანმიმდევრულად მივყვებით იმ მიზანს, რაც გაცხადებული გვაქვს, რომ ჩვენი პარტიის აქვს ორი მთავარი მიზანი, რომ საქართველოს შეინარჩუნოს მშვიდობა და ამასთან ერთად საქართველოს დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობები და ჩვენი პარტია გამოდის იმ ლოზუნგით, რომ რუსეთთან უნდა იყოს სამოკავშირე ურთიერთობები, როგორც ბატონმა მამუკამ ბრძანა, ესე იგი სამხედრო თვალსაზრისით, ეკონომიკურად და ასე შემდეგ, ხო? და ჩვენ მივყვებით თანმიმდევრულად ამ ინიციატივებით და ჩვენ გვინდა რომ მივიდეთ იქამდე, რაც არის ჩვენი მიზანი, ხო? ზუსტად ამას ემსახურება იგივე აი ეს ინიციატივა ბატონი მამუკას მხრიდან, რომ ესე იგი საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ასევე რუსეთის მოქალაქეობაც. ეს იქნება, ასე ვთქვათ, დიდი ხელშეწყობა ორი ქვეყნის შორის ურთიერთობების. აი ამას ემსახურება ეს ინიციატივა. კი ბატონო, და ჩვენ გადაცემის დასრულებამდე გვჭირდება 3 წუთი, ბატონ პალატა, თუ გაქვთ სურვილი, დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია და ამით დამშვიდობებით მაყურებელს. მე მინდა დავფიქსირო მოსახლეობას ერთი რამე. კიდევ ვამბობ. პროცესი დაიწყო, აგერ მოყოლეთ. ის სად მოხდა ეს გადატრიალება გუშინ მოხდა? ნეპალში. გუში ხო მოხდა? დღეს ინდოეთს დარტყა საზღვარზე. ანუ კი აღარ რომ იმდენად ეჩქარებათ უკვე რომ აურიონ ეს ჩვენი რეგიონი აქ ვთქვათ რა რომ გუში პერევარტი გააკეთა და დღეს ინდოეთს დაარტყეს საზღვარზე. უყურეთ რატომ ამოფეხლა ამას? ისრაელმა იერიში მიიტანა ყატარზე. აი ეხლა უყურეთ რა მან ყველა ანუ ისეთი ნაბიჯი გადაიდგა ამ ყატარის დაბომბვით. ეს რომ მოკლეს ეს მოლაპარაკებები. რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუძახა ტიპებს მოდიო დავილაპარაკოთ ყატარშიო, რაღაცა ხამასის თემაზეო, ჩაიყვანეს
გადასა კოორდინატებიდან დაახოცეს. სულ სხვა სახელმწიფოში, სუვერენულ სახელმწიფოში გააკეთეს ეს. ისე რომ იმ სახელმწიფოს არც ერთი საქმის ყურში არ ჩააყენეს. ანუ იმხელა ბესპრიდელი წავიდა, ამას ესე ქვია, კაცო, რა სხვა რა დაუძახო. აბსოლუტურად. ამას ქვია ესე. იმდენად ჩამოიქცა უკვე ეს რაღაც უსაფრთხოები და რაღაც კანონები და ჟენევის კანონი, იმდენად არის ჩამოქცეული, რომ გეკითხებით, ეხლა ვიღაცა მომლაპარაკებელი რო იყოს, ვის ვენდოთ, ამერიკელებს ვენდოთ, რატო რომ მე ჩვენ თავი დაახოცინოს? ანუ ამის მერე ვდგევართ აქა და ისკერო რომ პატარა ერი ვარ და ანგარიში გაუწიოთ. გამოდიან ეს ჩვენი არალიბერალური ექსპერტები და ნახე რა სამომე ხალხო გამაოგნებელი რატო არ ჩავიდა კობახიძე პეკინშიო და იმიტომ არ ჩავიდა იქაო პუტინი იყო. ბიჭო, პუტინი რო იყო, მაგიტომ უნდა ჩახვიდე იქაო, რომ დაინახარო მთელი მსოფლიო შენი მამამარჯენალი ტაშით ყვითყდება. შემართლა მამაძაღლო და ხალხს წინს ურევ. ეუბნება, არა, კაცო, იქ რუსეთის პრეზიდენტი იყო, იმიტომ არ ჩავიდაო. რავი, მსოფლიო ნომერ პირველი მაგია დღეს და აბა ჩამოდი ჩემთან აგეთ, იყო შენ ნახებაში. აი, ასე ურევენ ხალხს წინებს, ბატონო. ხალხი, რატო იცი? ბიჭო, ძალიან ძიმე სიტუაციაში შევართ კიდევ უფრო. იმიტომ კი ვიღაცას ქართველების ჯინში არა კაცო ჩვენ საერთოდ არ ჩავართ პოლიტიკურ რუკაზე კაცო. ჩვენი ჯინი არავის არ ჭირს, მაგრამ გეოგრაფიულად ისე ხარ კაცო. რომ შენთან კუდის ქიჩის არავინ არ დაგიწყებს, არ წარმოადგენს შენ რამე ისეთ რომ შენ ვიღაცა მანგარიში გაგიწიოს კაცო. აგერ კიდე გეუბნებით ტიპები ჩაიყვანეს მოსალაპარაკებლად. თან ამერიკის შეერთებული შტატები ჩაუდგა სათავეში, ისა თავდებში, რომ არაფერი არ მოგივაო. როგორ შევიდა და ეგრევე რაკეტა ესროლეს. ანუ ყველაფერი ჩამოიქცა მეთქი და ჯერ კიდე უფრო როგითხრათ სამე ის ამ წერტილი ჩანს, არა კაცო, იმის მაგალითად აქ ქართველები გადადეთ ყველაფერი გეუბნები დაკარგავთ სახელმწიფოს. გადადეთ ეს დაივიწყეთ ეს ევროპა ისა აქ ორივე მხარეს ვეუბნები. თვითონ ქართველებმა თუ არ შემოვარტყით ჯაჭვი ამ ქვეყანას, გეუბნები დაგშლიან მეთქი. მოგწონთ არ მოგწონთ ჩემი სიტყვები, რავი, ჯერ მართლდება. მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმრები იყვნენ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე და ასევე სამოქალაქო აქტივისტი ომის ვეტერანი პაატა აბულაძე. ჩვენ შევხვდებით ზეგ 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. მადლობა. მადლობა. ყველაფერი კარგად იქნება.